ეხლა რატო ვეღარ ბერო? ნუ ამაღლდეს და რთულია ამაღლება და იმიტომ. მთელი დღე წვალების შემდეგ უკვე დინდი არის და მაინც არ მოვეში. ნუ ისი არ არის გაბერილი როგორც უნდა იყოს, მაგრამ ეს ნახეთ რა მხება. კარგად ვერ გავბერეთ, კომპრესორი არ ყოფნის, მაგრამ ამას ეყო და ანუ როცა გადმოწევა არის დივანი და დაждები, როცა გაშლი არის საძნებელი. არასწორად აკეთებ მგონი. რატო როგორ უნდა? აი ეგრე. რა კარგი ჩანს ხო არ გადა. აქ ალბათ ჭიქი ჩასადები და რაღაცეები. მაგრამ მაგის სახში უნდა გქონდეს ესეთი. A small town in a little oasis where my big dreams were gonna take me places. I would make bets with the rising sun and tell him all I had done. Well, late night walks into Lindbergh Park, and sometimes I kiss a girl even after dark. And I never had to shout, 'cause I could hear my thoughts out loud. I just wanna make you proud. And Little Falls, you're a small town, honey, rich in love but not in money. Even if I change my tempo, not gonna let go of everything you meant to me. And Little Falls, you will stay my home. And if I'm over when I am full grown, I will ახო ციცინათელები არ ვიცი ჩანან თუ არა ტელეფონი. აუ რამდენი არიან ნახე. დღე ისე გავიდა რომ მისალმებას ვერ ჩავწერეთ რა ეპიზოდი არის რა როგორ არის ალბათ უკვე მივხვდით. ეს არის სატესტო გასვლა, ჩვენ ახალი სახლი ვიყიდეთ. ესე იგი მეგონა რომ ზუსტად ვიცოდი სად მოვდიოდი, მაგრამ ყველა ადგილზე დამხვდა კოტეჯი ან რაღაცა სამწვადაოს ფაცხები და ასე შემდეგ და ჯერ მაგაზე დავკარგეთ ბევრი დრო. და მე ეს კარავი ვერ გავბერეთ, იმიტომ რომ კომპრესორი რომელიც ჩამოყვა არ არის ესეთი ძლიერი რომ ბოლომდე გაებერა და აი ამ დაშვება გაბერვაში ის გადავახურეთ ის კომპრესორიც და დაიკარგა ძალიან ბევრი დრო. ნუ ასე თუ ისე მაინც გავბერეთ. ტესტი შედგა, ნახეთ რა არის პრობლემები რომ შემოდგომა ზამთრამდე გამოვასწოროთ. ეხლა აკვაპირებ დაძინებას, ფიქრობ საკვებს ამზადებს, იმედი არ იწვიმებს, იმიტომ რომ კარავი გასაბერი არის და დაგუდება წყალი თავს დაგვენგრევა კიელავს, მაგრამ იმედია გადაიდარებს. ნუ ასე თუ ისე მაინც კმაყოფილები ვარ, ძალიან დაღლილები ვართ, ერთადერთი შქმერული უნდა მოგემზადებინა და ვერ მოვამზადეთ, იმიტომ რომ ძალიან გვიან მოვჩით, მაგრამ არაუშავს ხვალ ჩამოდის BBR Wild-ი და მის სოფელში მივდივარ და მასთან ერთად გავაკეთებთ ძალიან გემრიელ რაღაცებს. ხო, თავარი აზრი ის არის, რომ BBR Wild-ს უნდა ვაჩქო FPV დრონი და ხვალ აქვს პირველი ფრენა, იმიტომ რომ რამდენიმე თვეა ემზადება და ნახავთ ხვალ როგორ აფრინდება და რას იზავს, როგორ იფრეს. აი ესეთი არის ჩვენი ახალი სახლი. ამ გასაბერი სახლის აზრი არის ზამთარში ძალიან მკაცრ კლიმატში რომ დავჩეთ და რაღაცა ახალი კონტენტი შემოვიტანოთ ჩვენ YouTube-ზე, ასე რომ გამოწერა არ დაგავიწყდეთ. ეს ეპიზოდი ცოტა უცნაურად იწყება ღამიდან, მაგრამ და რაღაცა დაღლილი სახით, მაგრამ ვიღაცამ დამიწერა ულვაშებს რომ ნორმალურად რატო არ ისწორებო და რა ულვაშებს მთელი დღეა კატასტროფულ რეჟიმში მუშაობთ. ამ ძვლის გაშლი კარავში წვიმა რო არ დაწყებულიყო ისე ხო არ იქნებოდა. ეს ფეხი ისია მოღუნული. თავზე თუ არ დაგვეცემა. არ ვიცი. რამდენად რისკიანი ხო? ცხოვრებაში ეს უნდა. და ზეგან ისეთი ელვა იყო რა. დადგება გაჭემული როცა იქნება სიტყვა გააგნოთ. ესე გრაბე ისე იწვიმა რომ აქ დარჩენ არ გამოვიდოდა. კედლებმა დაიწია, სიცივე მოიმატა, წნევაც დავარდა და უფრო სუსტი გახდა. გადავიდეთ მანქანის კარავში. მაგრამ ის ხაროზები რაც გვაქვს, აღმოაჩინეთ, ნახეთ. საბოლოო ჯამში ჩემი აზრით უფრო ზამთრისთვის იქნება ეს იდეალური. აქვს ღუმელის მილის გასაყოფით და აი კარგად რო აცივდება გვიან შემოდგომიდან ამ კარავში ძალიან მაგარ რაღაცებს გავაკეთებთ. ანუ საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ, ეხა ახალ ელექტრონასოსაც გამოვწერთ, ხელის ნასოსაც ვიყიდი რომ ყოველ შემთხვევაში დავამატოთ. აქ რო ხელის ყოფილიყო, ალბათ უკეთესად გაიბერებოდა. და მერე უკვე ვიქნებით მზად.
ისე ძალიან ლამაზია. აი ძალიან. რაჭაში წყარო ნახ, საიდან გამოდის? არაფერი არ არის ჩვეულებრივი. მიწა და აი მიწიდან დიდები წყალი. რამაც კაცი რო იქნება გაშლი კარვით მოვაყენეთ მდინარესთან და გვინდა რომ ეს მეორე რეზერვუარი არის წყალი ავასო და აბაზანა მივიღოთ გამოშალოთ გვერდით. ეხლა ნახავთ რატო არის ეს წყლის პომპა ძალიან კარგი. ანუ აქ ისეთი წყარო მოდის, ძალიან სუფთა წყალი არის, ძალიან კარგი არის, მაგრამ ვერ აავსებ და ეს პომპა არის მაგისთვის იდეალური. ჩააგდებ და ამ დიდ რეზერვუარს აავსებს. ანუ იდეაში ეს მანქანაშივე უნდა იყოს ჩამონტაჟებული და მანქანა ახლოში უნდა მიიყვანო და აავსო, მაგრამ ესეც კარგი არის. ოპა. Технология. Кагрилება ხვალია. იდა. აუ, კარგი. ეს გაივსება, წავიღეთ ბანაკში, ის დიდი კარავი ისეც ხელა ჯერ დავშალოთ, ეს ყველაფერი ავალაგოთ, მე წყალი გადავივლოთ და წავიდეთ უკვე სად. დავიღე. ჩვენი აბაზანა გავტესტეთ პირველად და ფიქრი არის ბედნიერი. ანუ აი ხო გაგვთ რომ კარვიდან მაინც ხრანერი კარავით არ უნდა იყოს, სადაც ფეშენებელური. გაგვთ რომ გადავლება გჭირდება და აი ხლა არის სრული სიფრეში. აუ რა კარგი ვარ. არ გეთმოასხა. როგორც იქნა ავლაგდით ერთი დღისთვის თან სხვა გეგმებიც რო გაქვთ თან რაჭაში რომ მოდიხარ დიდი კარვის გაშლა ცოტა რთული არის ანუ მარტო უნდა მოდიოდი ამისთვის და ორი დღე საკმარისი იქნება და ჩვენ ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს და ცოტა ვიწვალეთ თან ცხელა მაგრამ მაინც ყველაფერი კარგად არის თან ჩვენ ვართ ადამიანები რომლებსაც სირთულეებს ეძებენ არა არ ვეძებთ მაგრამ დაძლევა მოგწონს ასე რომ და გასაშველი კარავი 15 ჯერ დავკეცეთ როგორც ქარხნულად რო ყოფილიყო და უკეთესად გადავკეცეთ. ხო, საბოლოოდ უფრო ნაკლებად ადგილს იკავებს ვიდრე ქარხნულად. კაი, ეხლა წავედით BBR Wild-ი ბადრი ჩამოვიდა უკვე რაჭაში უნდა შევხვდეთ და მივდივართ მის სოფელში. ადრის ველოდებით რა და ადგილი გითხრა ძალიან ლამაზი დღე არისო და ადი რამე გადაიღეო და ამოდის აღარ შეგვიძლია ანუ ძალიან დატვირთული ბოლო ორი თვე ქონდა როგორც მოგზაურობით ისე საქმით და ეს არის ბოლო ეპიზოდი ისლანდიამდე და უკვე ძალიან დაღლავს გძნობთ და აი რომ მოვდივარ თან სიცხე არის ძალიან ცხება და ეს გავშალით ამაგი და ვიშველებთ რა ვქნით შეიძლება რაღაცნაირად ცოტა ისეთი ის გამოვიდეს ეპიზოდი, მაგრამ ესაც ჩვენი რეალობა არის და აი შუა ზაფხულში წასვლამდე და ჯერ კიდე ძალიან ბევრი საქმე არის მოსამზადებელი მანქანა და მთელი ამბები, ცოტა უფრო ძალიან დაღლილობისკენ, გადაღლისკენ მივდივართ და არა უშავს ცოტა დასვენება და ეხა ბადრი მოვა და დავიწყებთ უკვე საკვების მომზადებას რაღაც ხეობაში უნდა ავიდეთ, იქ დავჩეთ და წასვლის წინ ცოტა დასვენება, ცოტა გადაღება, ცოტა მოგზაურობა და ესეთი ეპიზოდი გვექნება ამჯერად. კარგი ჯენა, დაისონა სად არის? იო! აისენ გადავიდო. ვაი! არ გადმოვიდა. აისო! არ გადმოვიდა აისენ.
კონკრეტ ახლა ვარ სადმე შაქერაინცდება ჩვენი გზა და გვერდით ჩამოედინება რიცეულა. ამ ხეობაში აი აქ გზაზე ხშირად მოგავლილი, მაგრამ აი აქეთ კი აღარ შემომიხვდი არასდროს. ვნახოთ რა იქნება. ეს აიდანაც ჩამოდის მაგ ალპურ ზონაში. მაგარი ადგილებია რა და იმით მე უკვე სანეთი არის. აი ბაბუა წერალებოდით, ბაბუა გადადიოდა მოხდე მასე ფერით რა. აი აფრიკელი ხიდი ხდებოდი ხოლმე. გადამახედი აბა ეს აი დახტებოდი ხოლმე. აი აგე ხარი რომ მოდის მასე დახტებოდი ხოლმე გამოწყალში. დღეს თუ არა ხვალ იქნება შენი პირველი სატესტო ფრენა. და თან არ გვატარო ეს. ჩამოგდება ისადმე ბარში ჩამოვა. გადაიყავ დავიწყეთ ჩვენი მოგზაურობა რიცეულას ხეობაში. დასაწყისში გზა ჩვეულებრივი გრუნტიანი იყო, რომელიც ძალიან ლამაზ მდინარეს მიუყვებოდა. გვხვდებოდა ლამაზი ვენახები, ლამაზი ხედები, მთები და სწორედ აგვითხრა ბადრიმ, რომ აქ როდესღაც იყო სოფელი კლდისუბანი და მეწყრული პროცესების შემდეგ საერთოდ განადგურებულა. ეს ტრაგედია ბევრი წლის წინ მოხდა, მაგრამ ახლაც შესამჩნევია, როგორი კლდის ქანებია ამ ხეობაში. გზად ვნახეთ ახლაც ჩამოსული რამდენიმე მეწყერიც. და არც თუ ისე უსაფრთხო რამდენიმე ხიდი. მივუყვებოდით ხეობას და ნელ-ნელა გზაც ვიწროვდებოდა. რაჭის სილამაზის გადამოცემა რთულია. ერთხელ თუ ვინმე არის ნამყოფი, ყველას ემახსოვრება ის გრძნობა, რაც რაჭაში მოგზაურობისას გვეუფლება. და თუ ვინმე არ ხართ ნამყოფი, არ ვიცი რას უცდი. ჩვენ წინ მიმავალი ჯიპ რენეგეიდი საკმაოდ ცუდ გზებზე საკმაოდ თავდაჯერებული მიდიოდა. ჩვენ ერთ ეპიზოდშიც, როცა ბადრი პირველად გავიცანი, იქაც საკმაოდ რთული უღელტეხილი ამოიარა ამ მანქანამ. ეს მძღოლის გამოცდილებაც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მანქანამაც საკმაოდ გაგვაკვირვა. გზა უფრო და უფრო რთულდებოდა და ამ დროს აუცილებელია ჩართოთ დადაბლება. ჩვენს ტაკომას მუდმივად პლუს 500-600 კილო დააქვს და ამ მომენტში კიდევ უფრო მძიმე იყო, რადგან გასაბერი სახლი და მისი აღჭურვილობაც თან ჰქონდა. ამიტომ დადაბლება ჩავრთეთ და გავაგრძელეთ გზა. ამასობაში მივედექით არც ისე ჯამთელ ხიდსაც, ცოტა შიშით, მაგრამ გადავიარეთ და ხეობის ბოლოს შეხვდა ყველაზე დიდი დაბრკოლება. პრინციპში ეს ის წერტილი იყო, სადაც ჯიპს თავისი მაქსიმუმი უკვე ნაჩვენები ჰქონდა და ამ წყალში მისი შეყვანა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. მე ნაყოფი ვარ ეგრე რა ფეხით და ეხა მეშინია გასვლა რა. აქედან რა მანძილი? ის არ ვიცი სადგის. სადაც მიდივართ რა ადგილზე მიდივარ, რამდენზე მიდივარ. აქედან ძალიან ბევრია, ანუ აქედან უკვე ხოლმე იქნებოდა ადგილის მანძილს გადასვლის მეშინია. მაინც აბა გადავიდე. გადავიდე, მე კი გადავალ, მაგრამ იმას გამოსაბმელი არა აქვს რა. მეშინია არ ჩარჩეს. და ეხა დრონი გვინდა, რომ ნახოთ ადგილი სადაც დასაჩენთ, რომ ისეთ ხეობა ამოვიარეთ, რომ იქ დარჩენის ვარიანტი არ არის. ან ლაფია. ასე საკია შემიშინდა. დრებში არ ჩანს ხოლმე როგორც ეს არც უგზაობა. ეხა ისეთ გზებზე ამოვდიოდით, მე კალია სავითარი როგორ დადის. არც უგზაობა ჩანს და არც აი სირთულე ხოლმე. დასავლეთი გზის მიმოყვება. აი ზამბინა. გონია რომ მანდ უნდა მოვძებო. მე ნაფიქი მივიდა, საერთოდ გავხედე. აი აქ თوار ჩასასვლელი. ო, ის გზაც ეგრე მიდის, აი. აუ აი აქ იყო ჩასასვლელი და ეგ არის. აღლა მე ეგ მოწვენი მეტყევებისაა. ეს არ არის მეტყევები. გზაში ძალიან შეცვლილი და გაქაურობა რა. აი ბევრი სამუშლილი რო იყო, სუახანი არის. ბადრი გადადი. აი მე და თან დრონით მიდიხარ.
ხვდავილი, მაგრამ ისე ხონდა გადმოვიდეოდეს მე და. ამ დავეშვათ ეხლა და ქვემოთ ნახოთ რამე რა. Რა კი ადგილი ჯერ ვერ ვიპოვეთ, მაგრამ აი საჭიროა. წავედით. საბანაკე გვაქვს. მოსაძები. დღეს საქმე გვაქვს. არა, სებული საბანაკე გვაქვს გასაჩვენი. ხიძე გადადის. საჭე მილიან. ას გადატენილი ვარ. პირველად რაც მტავს პიკაპში დღეს ბადრიმ რაღაცა 5 ჩავმიტანა და ვერსად ვერ შევატიეთ, ფიზიკურად ვერ შევდეთ, ბოლომდე სავსე არის. ანუ დილით აქვს თქვი რომ სახლის გასაშლელად სხვა გეგმებთან ერთად არ უნდა წამოხვიდე. არა სახლი არის, მხოლოდ სახლი რა. ეხლა ჩვენ overlandingistviსაც ვჩებით, სახლისთვისაც აბაის გავტესტოთ და ისეთი მძიმეა ეხლა დაკომა, ისეთი მძიმეა ამ გზებზე ესე დავდივართ. დათვლით. როგორც იქნა საბანაკე ადგილიც ვიპოვეთ და მანქანის გასწორებისას ერთი ძალიან უცნაური რამ დაემართა დაკომას. ბანაკში მოსვლის შემდეგ გავთიშე დადაბლება. გავიარე რამდენიმე მეტრი და ყველაფერი რომ კარგად იყო, აი ზუსტად მაგ მომენტში მანქანას რაღაც დაემართა. ესე იგი მანქანის უკანა საბურავებს თითქოს რაღაც აკავებდა. არ იყო ხელის მუხრუჭი ამოწეული, რადგან მაგ დროს მანქანა სიგნალს გაძლევს, ასევე არ უშველა 4-4-ზე რეჟიმაც და მხოლოდ დადაბლების ჩართვის შემდეგ გამოსწორდა. თუ ვინმეს გქონიათ გამოცდილება, დაგვიკომენტარეთ, თუ რა პრობლემა შეიძლება იყოს. აი თითქოს უკან რაღაცა აკავებსო. აბა. ჰელო. ეგარი. კაი ხედზე კი გაიღვიძებ და ჰაერზე. შენ ზემოთ უნდა ნახო თუ იწვიმა იმ გზაზეც კი წყალი მოდის. ზევი? სადაც დავდიოდით. და ადრის. ეს ხო არა დიდდება, მაგრამ არა, ეგრე აქეთ არ გადმოსულა, რავი, ძალიან მაგავწვიმაში წყობილო და არის. თავარია წყალი არ დაწყდეს. მომენტ ხესი არის და აქ შეიძლება დაწყდეს კიდეც, მაგრამ თუ წყალი დაწყდა, ეგ იმას ნიშნავს, რომ უნდა გაიქცი. ეგ სადღაც გუბდება. და წამოვა მე. ადრი. ხო. ჩვენ ვართ დაღლილი ხალხი. ოღონდ ეხა მეტყი საჭმელი. ოღონდ დაღლილი დღევანდელი და გუშინდელი დღით კი არა. ზოგადად ბოლო 2 თვით. ხო და შენახა ჩვენი მასპინძელი. რა გავაკეთო, რაში მოგეხმარო? ეშა გვინდა ჯერა და ხო, ცეცხლი რო იქნება, აი ესენი წავიდნენ. ყველა მოვიდა. რა ჩუქი ნანახი არა აქვს, ისე ტყეში ვარ. რა სანთებელი თანთე? აჟი დამჩა თუ ჩავაგდე და ვერ ვიხსენე. კიდევ კაი ცეცხლი თავის დროზე ავანთეთ. აიწყოთ ქეში. ხალი ისე გამისივდა, რომ ჩემი გამოჩენა აღარ ღირს რა. შევხედე. აი. აი შენ ამ ხელა ნაწერი მოდის. საუკეთესო ნაწილი. თუ რა მორიდებული ხარ?
ჩემ აყურებელმა არის ბადრი ჩასვას თუ არა, მაგრამ ვინც იცით, რატო არ შეიძლება პიტნის ჩაის ხშირად სმა? დააკომენტარეთ. როგორც იცით, ჩვენი გამოცდილება არის ხორცის ქვაზე შეწვა. ხვა ბუნებრივია და უკვე მე რამდენად დავტესტე და არის იდეალურად მოსამზადებელი. აი, შემდეგი ვქნათ. ისე არ ვამბობთ ხოლმე ვიდეოში რა. ანუ ბადრისთან შეწვა იყო, არ ვიცი, ყველაზე გემრიელიო. ჩემთვისაც. მეორე შეწვა არ იყო ისეთი ძალიან კარგი. აი, პირველი იყო შოკი. მესამე თვალს პიცა. მესამე თვალს პიცა. Oh. Sounds so bad. აუცილებელია რომ ფრთხილად იყოთ ქვის გაცხელებისას, რომ არ გასკდეს. უნდა შეარჩიოთ ისეთი ქვა, რომელიც ნაკლებ მინერალებს შეიცავს და სანამ ცხელდება, მოერიდოთ მის სიახლოვეს ყოფნას. საქონლის ხორციც უმჯობესია ოდნავ ცხიმიანი ნაჭერი შეარჩიოთ და თუ მაინც გამოგიშრათ, ქვაზევე დაამატეთ ცოტა კარაქი. სკვე არის მგონი. ყოველ შემთხვევაში ვარდისფერი არ არის. მიდი აბა გასინჯეთ. ფიქრობ. არის ესენი ეს არის. აი, ეს რბილია. ეს არის. ისეთი მაგარია რომ. მაშინაც ესე ჩაიცინა. No magic space. აუ რამდენი. შენ რადგან ისეთებს არ ჭამ, შენთვის გამომატანა. იქ რა წახვალ, წყალი უნდა დაასხა. მაგას აუნდა წყლის დასმა. ეს ვიდეო არ ხირი, რა. ვაუ, რა მაგარია. შოლო. ერთვე რო ხდება, ისევ ისეთი ხდება, როგორც. ეი ხო? აუ, ძალიან ლამაზია. შეყოლილი ხაშუნა ამას არა, ეს პირდაპირ შენი ერთვე რო შეეხება. ხილები მოიცაი წყალი ამას დაასხე, აი. ქათმის ხარჭო. ეს შენ საყვარელი ლობიო. იქ გაგისწორდება. ეს აი მე რამდენია? აი ეს ამას წყალს გაასხავ. ისე დაკეტა, კარგა მოურია, ოღონდ ცოტა რა შეიძლება ის დარჩეს მშრალი. და 1-3 წუთი დაელოდებით შეჭამ. ქართული არის. რას ხსნი? დეჰიდრირებული გარგალი. ხა სითხეა გამოცლილია და ჩირი. ბანანი მიყავს ყველასა. აუ გემრიელია. მეჩნე. მე შეგიძლია მე ჩაის გააკეთო. ჟოლოა. ეს ნახე. სულგუნი. ძალიან გამიხარდა მე პირადად და ძალიან დიდი სიამოვნებით. მაშინ ნამდვილად გამოგვადგება ეს ყველაფერი. თან მარტივია, აჭირდება ასეთი ბევრი საქმიანობა და შორ გზაზე მანქანაში ამის მიხედვით განსაღი სნექი. გემრიელი. იქა მართლა კაი რაღაცებით აკეთებენ, ჩემი თვალით მოხდა ნახე.
მზის ამოსვლის გადასაღებად ადგომის ჩაგდება არც დაღლილობისას არ შეიძლება და რა თქმა უნდა ბუნებამაც დაგვიფასა. ავფრინდით ხეობის მაღლა და გამოჩნდა ულამაზესი რაჭის მთები, ღრუბლები და ველური ბუნება, რომელიც სამწუხაროდ სწრაფი ტემპით იკლებს როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. ჩვენმა გუშინდელმა ამბებმა, როცა მანქანა უცნაური პრობლემა გამოავლინა, გადაგვაწყვეტინა, რომ მალე წამოსულიყავით თბილისში. ამიტომ სწრაფი ტემპით ჩავლაგდით და დავიძარდით სწორ ადგილისკენ, სადაც ბადრი შეძლებდა FPV დრონის აფრენას. შემდეგი გახსნა იქნება. ისლანდიაში აქედან ძალიან ბევრი კილომეტრში. ბანაკი ავშალეთ და ეხლა მოდის მთელი ამბები. ბადრიმ უნდა აფრინოს FPV დრონი. ოღონდ ამ ხეობაში არა. ეხლა უნდა მოვძებნოთ ისეთი ადგილი, სადაც ცოტა გაშლის სივრცე იქნება. დროს ააფრენს, წარმატებული ფრენა გვექნება და მერე ჩვენ უკვე უნდა წავიდეთ თბილისისკენ. Შეგვიძლია დაქოქოლა აფრინო. და სათაცაბული. ხო და მოეშ. შენ რომ მეუნეოდი თავიდანვე ეგრევე დაამტრევო? არ დაამტრევ ეგრევე, მიდი. ნახე ეგრევე გას არ გაუყარო. ეს ტიპი არ გაგეთიშოს მე, როცა დაგჭირდება, მაშინ დააჭირეს. და ხელები დაუშვი წყნარად. ეხლა ნენერა აფრინო. ანუ ეხლა ერთი რაღაცა დაიმახსოვრა. ეგეთი ჩეპერო მოგდის, ეგრევე თიშავ, ამ თიცაწვებით, რომ ვინმე არ დააზიანო. მოდი და შორს დავდოთ. თქვენ გაგიჩობია. ესი, ნახე ეხლა რა არის. ცოტა რომ წამოწე, ეგრევე ოდნავ ეს მიაყოლე რა, პროცესენ დაშლილი. ეგრევე წინ მიაყოლე რომ წინ წახვიდე ნენელა რა. მიეცი ცოტა გაზი. გაზი ცოტა ეხლა წინ და განარ გავარი. ეხლა მოუწიე. ეხლა ნენელა მოუხვიე. გაზ დააკელი. მოუხვია, ასო შვენიად გამოდის. ეხლა გადაძლევა მოიქცა. არ მიცე ბევრი გაზი, ეხლა ისევ მოტრიალდი უკან. ამის უკან გადავყირავდი მე თვითონ. ძალიან აქა ვარ შესული. ხო, ეგ მნიშვნელოვანია რომ ყარათ უნდა იდგე. კაი, ეხლა უყურე როცა სიჩქარე ჩქარა ვიფრინო, როგორ არის მუხრუჭი. ანუ მუხრუჭი არის უბრალოდ ცხვირი უნდა აწევინო ზევით. ხო. ხო ხტები ამ დაატორბო. ეგა ვოლტაჟი 21.5. ნენერა უკვე დასმაზე უნდა იფიქრე, რომ დასმა პრობლემა არის. კაი, სათხარ შენობებთან მოდი და ეხა ეცადე რომ სიჩქარე ჩაახშო. აი ნახე, ნენერა დაშვება დაიწყე და ცხვირი ამოუწიე, აი ეგრე, ნელა კიდე ცხვირი ამოუწიე, კიდე დაეში, რატო ხელი? შემეშინდა და იმით. არა, ჯერ ძალიან შეოხარ, გას მიეცი, დაეში, აღარ მიცე გაზი, ნენელა დაეში, კიდე, აღარ ნუღა აძლევ გაზს. ნელა. ძალიან ცოტა მიეცი. არ დააგდო. აი, ეხა წინ აღარ გადაგეხება, ნენელა გაზი. გავუში გაზი. ოპა. ხო. ძალიან ბევრი უნდა იმეცადინო. ეხლა ეგრე მოვუდით, დავაგდეთ ჩაფარ. როგორი იყო? კარგი იყო. აგე ქოქოს. არა. რასაკეთებ, იცი აი სულ ამასაკეთებ. შენ უნდა დაიჭირო უბრალოდ გაზი და ნენელა დაეშვა. თან ახლა უყურე. ეს კამერა არის თითქმის გასწორებული. შენ მიწას ხედავ.
ხო. ჩქარა რო ფრენას დაიწყე, ეს უნდა აიხაროს, რომ შენ რო წინ გადაიხრები, წინ ხედავდი. და როცა ამას ესე გადახრი, მიწას ესე რო დადგები ცასახედავ. და ანუ არის მე ურთულესი დასმა რა, ან მე ასაკეთებ იცი რომ აქ რო გინდა დასმა, უნდა აესე შემოუფრინო, რომ მიწა აღიქვა და მე დასვა. ხო და ანუ ეგ უნდა იმეცადინო რა, დასმა არის ყველაზე რთული. შენ გჭირს აი ეს. მალე კარგი იყო. კი, არა, პირველ ფრენაზე რო არ გავატოტალე ფრენსა. ეხა დაამუღამე რა. მოდიხარ ამოწევ, ანუ აქ ხო შეამცირებ სიჩქარეს. და მე დასვა. ან ეგრე, ან პირდაპირ მოდიხარ და დასვა. რაღაც მომენტში აი სიმაღლიდან, ამ სიმაღლიდან რო დააგდო, ოკეია რა. ბალახებში განსაკუთრებით ასფალტზე არა. პირველი ფრენა შედგა, თან წარმატებულად, არაფერი არ დაგვიზიანებია, ძალიან მცირედი რაღაცებია და ეგ არის არაფერი FPV დრონისთვის. ადრენალინი წესით გამოყავი. და ის იმეცადინებს და მე უკვე გეითებში უნდა ვიფრინოთ, გეითები არის დადგავ და იმეებში ძვრები. დღეს ეპიზოდი აქ სრულდება ჩვენი, ყოველ შემთხვევაში ჩემი. გუშინ მანქანამ რაღაცა ცოტა უცნაური რაღაცები გააკეთა. სხვა შორის იქნება ვინმეს კონდეს გამოცდილება და დაწერეთ კომენტარებში რა შეიძლება იყოს. ჩვენ უკვე 9 დღეში მივდივართ ისლანდიაში და ეხლა რაჭაში ვართ და ვაპირებ რომ ეხლავე წავიდეთ თბილისში და იქნება ცენტრში ჩავასწრო და შევამოწმოთ რა ხდება, იმიტომ რომ ანუ არის ვარიანტი რომ შეიძლება რაზატკია ვერ გაითიშა ბოლომდე და რაღაცა ერორი იყო და რაღაცა ესექნა, მაგრამ მაინც უნდა შემოწმდეს. ამიტომ დღეს ეს ეპიზოდი აქ სრულდება. მადლობა BBR Wilds მასპინძლობისთვის რაჭაში. მომავალ ეპიზოდამდე. აბა მაგრა.